ხედვა განსხვავდება ჩვენი ხედვისაგან, თავისუფალი საქართველოს ხედვისაგან. მან განაცხადა, რომ ის არის პრორუსული პარტია და რომ ის არ მიიჩნევს აფხაზეთს და სამოჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიებად. პარტია თავისუფალი საქართველო ასე არ ფიქრობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში უნდა იყოს პოლიტიკური ძალა ეროვნული ინტერესებზე ორიენტირებული და არა პრორუსული ან პროამერიკული ან პროთურქული. თუ ინმეს დარჩა შტაბ-შტილება, რომ ჩვენ რაიმე ერთობლივად პარტიის გეგმავთ ან ბლოკის შექმნას გეგმავთ, ასეთი რამ არ იგეგმება, ასეთი რამ არანაირი ასეთი შეთანხმება არ არსებობს. წლებია, რაც დემოკრატიულ მოძრაობას და მის ლიდერებს არანაირი კავშირი არ ქონიათ და არანაირი კონტაქტი არ ქონიათ ბატონ ვალერი ხაბურძანიასთან. ეს მისი, ასე ვთქვათ, პრორუსული აქცენტები გახლავთ მხოლოდ მისი სურვილი. ცხადია, რომ არანაირი სიმპათია ჩვენი მხრიდან არ იმსახურებს და უფრო მეცაც გეტყვით, დღეისათვის ამ ეტაპზე არანაირი თანამშრომლობა მასთან მიმართებაში არ იგეგმება. მით უმეტეს მის პარტიასთან და მის პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ჯერ კიდევ შექმნილიც არ არის. რაც შეეხება ხაბურძანიასთან ერთად რაიმე პარტიის შექმნას, მინდა გითხრათ, რომ ბატონ ვალერის მე პირადად ვიცნობ, მინდა გითხრათ, რომ მას შევხვდი ერთი დაახლოებით 10 დღის უკან, ქონდა ლაპარაკი ამ თემაზე ჩვენ, მაგრამ მე ვთქვი, რომ ამ პარტიაში მე მონაწილეობას არ ვღებულობ მის შექმნაში და მით უმეტეს ასეთი ფორმულირებით, რომ პროფესიული ცენტრი იქნება და ასე შემდეგ. როგორც რუსეთში იმას, რასაც ამბობს ჟირინოვსკი, ახორციელებს ედინა იარასია, ასეთ შემთხვევაში, რასაც ამბობს ხაბურძანია, იმას ახორციელებს ოცნება. დღევანდელი განცხადებები, ხელისუფლების ამდაგვარი პოზიცია უწყობს ხელს პუტინის პოზიციას, რომელსაც უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა ევრაზიის მასშტაბით. ეს ხდება დღეს საქართველოში, ამას ჭირდება რეალური წინააღმდეგობა. კონკრეტულად ამას დაჭირდება ალბათ დეოკუპაციის კომიტეტების შექმნა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, რადგან ხაბურძანია და დღევანდელი ხელისუფლება ოკუპაციას რუსეთისას აგრძელებს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არავითარი კავშირი ან რკინიგზის თემას, ან საერთოდ იმ თემებს, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ხაბურძანიას განცხადებებთან, რასაკვირველი კავშირი არ აქვს. ევროატლანტიკური მიმართულება, ევროპული მიმართულება და ეს ჩვენს საგარეო კურსის დეკლარაციის მეოთხე მოხშიც წერია, ალბათ გაცნობილი ხართ ყველა. ამას ეს არ ნიშნავს არანაირად ვინმეს წინააღმდეგ მტრობას, ასე რომ დაბალანსებული პოლიტიკა არ არის საწინააღმდეგო იმისა, რასაც ქვია, ვთქვათ, რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება.